დღეს მინდა ერთი ისტორიული საბუთი გაგაცნოთ. მისი არსებობა ქართველი ისტორიკოსებისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ალბათ. ოღონდ რატომღაც ფართო საზოგადოებამ არ იცის. მე ახლა აღმოვაჩინე, უნდა გამოვტყდე. და გამიკვირდა, რატომ არ ვიყენებთ ასეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, როცა საუბარია აფხაზეთში რუსის გავლენაზე, რუსის გეგმებზე, იმპერიალიზმისა და სეპარატიზმის მშვენიერ სიმბიოზზე. ეს წერილი ეკუთვნის კავკასიაში მეფის ნაცვალს, დიდ მთავარ მიხეილს, რომელიც იმპერატორ ალექსანდრე მეორის ძმა იყო. ბევრი ქართველისთვის დღეს ეს კაცი მხოლოდ ბორჯომის წყლის პოპულარიზატორია, პირველი ქართლისა და ლიკანში რომანოვების სასახლის ამშენებელი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართველები ან ზოგადად საქართველო უყვარდა. წერილი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, 1864 წლის მარტში რუსეთის სამხედრო მინისტრ მილიუტინს მისწერა. ყოველგვარი შუალედური ღონისძიება აფხაზეთის მმართველობის გარდასაქმნელად მავნებლობად უნდა ჩაითვალოს და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მაშინვე, როგორც კი მოხდება მთიელთა სრული დაპყრობა და აღმოსავლეთ სანაპიროს გაწმენდა. ეს ის წლებია, როდესაც რუსის არმია ჯერ კიდევ უტევს კავკასიელ ხალხებს, ყაბარდოელებს, ჩერქეზებს, ყარაჩაელებს, ბალყარელებს, შაფსუღებს, აბაძეხებს, ნატუხაელებს, თემირგოელებს, ნოღაელებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ბჟედუღებს, მახვაშებს, დაღესტნელებს, ადამელებს, უბიხებს, ნათხვაჯებსა და სხვებს. გამოვტყდეთ, რომ ამ ხალხის ნახევარის არ გაგვიგია სამწუხაროდ და არ მგონია, რომ მათგან ბევრი საერთოდ გადარჩენილიყო რუსის იმპერიას დღემდე მოეღწია. რატომ? პასუხი აი ამ წერილშიც არის. გადაწყვეტილების მთავარ საფუძვლად გთავაზობთ. პირველი. აფხაზეთის მმართველი და მისი მემკვიდრე დავითანხმოთ უარი თქვა მფლობელობის უფლებაზე. მეორე. უზრუნველსაყოფა დავუნიშნოთ ანაზღაურება. მესამე. აფხაზეთისგან შეიქმნა სამხედრო ოლქი. მეოთხე. თუ თავისუფალი მიწების რაოდენობა მოგცემ შესაძლებლობას ნაპირის გასწვრივ მდინარე ენგურამდე აშენდეს კაზაკთა დასახლებები, რომლებიც მდინარე ბზიფის გასწვრივ მდებარე დასახლებებთან ერთად შეადგენენ აფხაზეთის კაზაკთა ჯარს. მეხუთე. ყუბანისა და აფხაზეთის ჯარებს შორის საზღვრად დადგინდეს ქედი, რომელიც გაგრის ხეობას ასრულებს და დღეს აფხაზეთს ჯიგიტთა მიწისგან აცალკევებს. რა არ მოსწონდა მიხეილ რომანოვს? არ მოსწონდა, რომ 1864 წლისთვის აფხაზეთი ჯერ კიდევ არ იყო მისი და მისი ძმის სრულ მორჩილებაში. აფხაზეთის მმართველად ჯერ კიდევ რჩებოდნენ შერვაშიძეები, რომლებიც მთავრობისგან ჯილდოზე იღებდნენ თურმე, როგორც მისი საიმპერატორო უდიდებულესობა აღნიშნავს. ხშირად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, აფხაზეთი ჯერ არ იყო საკმარისად რუსეთი, რაც სასწრაფოდ უნდა გამოსწორებულიყო. მათ შორის კი არა და პირველ რიგში ათობით ათასის მოჰაჯირობით, ანუ გადასახლებით ოსმალეთში.